მოგესალმებით, რომელ კამერაში ვარ? ალბათ. გამარჯობა. დღევანდელი ჩვენი თემა არის ეზოთერიკა და ვისაც გაინტერესებთ და გავთ ნაცნობები შეგიძლიათ მოიწვიოთ ჩვენს ჯგუფში სასაუბროთ. ვრცელი თემა არის და რა თქმა უნდა ერთი პოდკასტით ვერ ამოვწურავთ, მაგრამ რაღაც წახნაგებს შევეხოთ. განვიხილოთ, ხო? მე და მარიამი აიდან დავიწყოთ. თვითონ განმარტებით. ხო, რა არის, ხო, აი დღეს მართლა. ხო, მე გეტყვი ანუ იდეას. Google-ავდი რა არის ეზოთერიკა, მაგრამ ხო, ანუ იდეას, ანუ ნახე, ჩვენ ეზოში არის რამდენიმე სალონი. ხო, აი მაკეთ ეზოში რა. და ჩემი სტილისტი არის ერიკა. მეთქი ამ ეზოში ერიკა, ეზოთერიკა. ხოდა ეს იდეაც არ რაღაცნაირად ისე წამოვიდა. რა თქმა უნდა ეს მანამდე დავგეგმეთ. ხო, მოკლედ დღეს ეზოთერიკა ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს. შენ რო დაგუგლე რა ხო, აი რაღაც დაფარულ ცოდნასთან დაკავშირებით იყო ესეთი განმარტებები, რომ ანუ მოიცავდეს რაიმე ისეთ დაფარულ სიღრმის და უცოდნას, ანუ შეიძლება რაღაც ანუ გარკვეულწილად პრივილეგირებულობის განცდაც გამიჩნდა, ანუ არ ვიცი ამ ცოდნასთან მიმართებით, ანუ ეს რაღაც ესეთი ცოდნა არის. დანარჩენი ანუ უკვე თანამედროვე გაგებით, ანუ არ ვიცი არა როგორც ტერმინის, არამედ როგორც პრაქტიკების დონეზე, ანუ რაც ძირითადი საკვანძო სიტყვები, რაც თქვათ იგუგლება და ასოცირდება, ანუ ინტერნეტში პირობითად ან სადღაც შეიძლება რომ მოიწიო. ანუ არის რაღაც ისეთი პრაქტიკები, რომელიც დაკავშირებული არის პოზიტიურ აზროვნებასთან, ეს positive thinking-ის ნაწილთან, აფირმაციებთან, არ ვიცი, ტაროლოგიაც იყო ნახსენები, ანუ ბევრი ესეთი პრაქტიკები, ანუ ენერგიების რეგულაცია, ანუ რაღაც ისეთი პრაქტიკები, რომელიც ანუ საერთო რაც იყო, ანუ ეს რაც დავიჭირე იყო, ანუ კონცენტრაცია ადამიანის გამოცდილებებზე, ანუ გამოცდილებების გაგებაზე და რაღაც გარკვეულწილად, ანუ არ ვიცი, მომავალთან დაკავშირებულ ხედვებზეც, აი ყველაზე ანუ კრიტიკული ნაწილი, რაც შეიძლება იყოს და ანუ რაზეც რაღაც კვლევებიც ნახე და მანამდე მეც მიფიქრია, აი მომავალს მაგალითად შეიძლება უკავშირდებოდეს ცოდნა, რომელიც მაგალითად კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების მომავალს შეიძლება ეხებოდეს. ანუ ხალხმა იცოდეს რაღაცა მომავლის შესახებ და ვიღაც ინტერესდებოდეს საკუთარი მომავლის შესახებ, შესაბამისი პრაქტიკების განხორციელებით. ანუ არის ჯგუფი პირობითად, რომელიც ამ პრაქტიკებით რაღაც ესეთ ცოდნებს აზიარებს და ადგენს. და არიან ადამიანები, ვინც არიან ამის მიმღებები და ანუ აი სამომხმარებლო კულტურის ნაწილშიც, ანუ როგორც მივხვდი, ერთ-ერთი სამომხმარებლო პროდუქტი არის, იმიტომ რომ ამაში ადამიანები ფულს იხდიან. ხო, ან ჩვეულებრივად მონეტიზირებული პროდუქტი არის. იოგა თუ მოყვა? იოგაც მოყვა კი. აი mindfulness-ის პრაქტიკებზეც იყო, აი სტატიაც ერთ-ერთი, აი რაც ჩვენ გაგვიზიარე ეგ სტატია, Guardian-ის სტატია რა იყო mindfulness-ზე. მან უშუალოდ ეზოთერიკაზე არ იყო საუბარი, უფრო სამომხმარებლო კულტურის პროდუქტად იყო განხილული და უფრო რაღაც კორპორაციული და კაპიტალისტური პროდუქტი, როგორც ესეთ ეგეთ ძალიან საინტერესო სტატია იყო. კი, იოგაც მოყვა. მათ შორის აი ეს mindfulness-ის ნაწილი, ხო, იყო ეგენი. ეგ სტატია შეგვიძლია ასევე ცალკე განვიხილოთ, ანუ ეს არის Guardian-ის სტატია, რაღაც ცოტა უფრო ნეომარქსისტული წრილში. ძალიან მომეწონა. პრია დახმდანებული. ხო, ანუ საინტერესო უბრალოდ წინასწარ გეტყვით, რომ ეს არის mindfulness-ის და თანამედროვე მედიტაციების კრიტიკა, როგორც ისეთი საშუალებისა, რომელიც ადამიანს ეუბნება, რომ ყველაფერი შენს გონებაში არის და აქცევს დაუინტერესებელს პოლიტეკონომიკური პროცესების მიმართ. რა თქმა უნდა, ყველას არა, მაგრამ რომელიც გამორიცხავს ცვლილებას და მიმართული არის რაღაცის შენარჩუნებაზე, ანუ არსებული შენარჩუნებაზე და გამორიცხავს რაღაც ისეთ რადიკალურ ცვლილებას და რადიკალურ ჩარევას, რომელიც ანუ იქნება ხელშესახები, ანუ რაღაც ისეთი არის, რომელიც შიგნით არის მიმართული და რაღაცის შენარჩუნებაზეა უფრო მეტად და ფიქსაციაზე ორიენტირებული ვიდრე ცვლილებაზე და
მან ძალიან საინტერესო კიდე ისე წერა, რომ აი mindfulness როგორც ესეთი, ანუ ისტორიულ და იდეოლოგიურ, ასე ვთქვათ, ანუ კონცეფციას, ანუ როგორ აქვს ჩამოშორებული დღეს ეთიკური ნაწილი, ანუ სინამდვილეში ამ ყველაფრისგან რო დაცლილი არის და უბრალოდ რაღაცა self-help-ი ესეთი ტერმინი იყო, რაღაც თვითდახმარების ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელიც სინამდვილეში ისტორიულად, ანუ არისო ეხა მაგაზე შენუბრალოდ. საინტერესო არის აი დონალდ ლოპესი, რომელიც არის წამყვანი მკვლევარი დღეს ბუდიზმში, ტიბეტურ ბუდიზმში და არა მხოლოდ, ის ამბობს ზუსტად, რომ mindfulness-ი, რომელსაც უკავშირებენ ბუდიზმს და თვითდახმარების, ანუ ზუსტად self-help საკუთარ დახმარებაზე ორიენტირებული იმ ბუდიზმისა, რომელშიც self-ი არ არსებობს, ანუ მეობის, ასე ვთქვათ, მიღმა გასვლაზეა საუბარი. ხო, ესე იგი, რაღაც მონახაზი გამოგვივიდა, ანუ წინასწარი იმ თემებისა, რასაც შეიძლება შევეხოთ, ხო? რაც იგუგლება და რაც დამამახსოვრდა ეს. ხო, ესე იგი, ბერძნული სიტყვა, ანუ ეზოთერიკა, უბრალოდ ეზოთერული, ესე რომ ავიღოთ, ესო ნიშნავს შინაგანს, ექსო, ანუ გარეგანს ნიშნავს და ეს ფილოსოფიური თვალსაზრისით გვხვდება არისტოტელეს ტექსტებშიც. ოღონდ საინტერესო რა არის, რომ არისტოტელეს ჰქონდა ფილოსოფია დაყოფილი ორ ნაწილად, ეზოთერულ და ეგზოთერულ ნაწილად. ერთი პოპულარული მასისთვის, უფრო ადვილი და გასაგები თემები, ეგზოთერული ხო, ანუ გარეგანი ნაწილი და მეორე ეზოთერული ნაწილი, რომელიც რა თქმა უნდა, რჩეული მოსწავლეებისთვის იყო, იმიტომ რომ გასაგებად რთული იყო და ეს მოიცავდა რას? ანუ ამაზე ჰეგელიც საუბრობს, მოიცავდა მეტაფიზიკას, ლოგიკას, ჰეგელი ამას უწოდებს, ანუ დიალექტიკას. და ისეთ ასპექტებს ფილოსოფიისა, რაც ძალიან რთული არის. მაგრამ გაგებადი არის, ანუ ჩვენ ხო ესეთ შეიძლება შევხედოთ, რომ იყოს რაღაცა ცოდნა, რომელიც დაფარულია, მაგრამ შეუცნობადიც არის. და ეს ამ გაგებით, ანუ ფილოსოფიური გაგებით, თქვათ, როგორც არის ნეოპლატონიზმში, ეს შემეცნებადი ცოდნა არის, რა, რომელიც, ასე ვთქვათ, მაღალ ინტელექტუალურ, ასე ვთქვათ, რესურსს მოიცავს მოსწავლისიდან, რომ ამას ჩაწოდოს. ნუ დღეს მართლა ძალიან განსხვავებული რაღაც არის, ანუ რასაც ეზოთერულს უწოდებენ, ანუ დღეს უფრო დაფარულზეა საუბარი, მაგრამ ფაქტობრივად არ არის საშუალება არ მასობრივად რომ რაღაცა იყოს შემოწმებული ბაზარზე. ანუ შეიძლება არც არსებობდეს რაღაც მექანიზმი, რომელიც იმას მაგალითად რა დაპირებებით შეიძლება ეგეთ პრაქტიკებს მოყვეს, არ ვიცი, პირობითად, ანუ როგორ უნდა შეამოწმო რაღაც აი მაგის კვლევის მექანიზმები შეიძლება არც არსებობდეს. ხო, მოდი დავიწყოთ იმით, რომ მაგალითად აი მე მაქვს ლექცია ჩაკრებზე, ანუ მე მგონი 1 საათნახევრიანი ლექცია არის, სადაც ანუ ისტორიული მიმოხილვაც არის, შინაარსობრივი მიმოხილვაც არის იქ და ავიღოთ ის, რომ ყველაფერი რაც დღეს არის კომერციალიზებული, ანუ ჩაკრების და კუნდალინის ფორმით არის უბრალოდ სპეკულაცია და ამას არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ კვლევებთან. ანუ არავითარი, ასე ვთქვათ, რეალური ანალიზი და რაიმე ისეთი ხელმოსაჭიდი საყრდენი უბრალოდ არ არსებობს. და ეგ აი მართლაც ეგეთი რაღაცნაირად როგორც ანუ მარქსი უყურებს, რო თქვათ, რელიგია როგორც ოპიუმი, რაღაც ეგეთი შესაძლებელია, რომ ეგ გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ მაგალითად ადამიანები გადაეჩვიონ კრიტიკულ აზროვნებას და რაღაცნაირად
შეწყვიტონ რეფლექსია, ანუ ესე იგი მოითხოვონ რამის მტკიცებულება, რომ რაღაცა არსებობს. ანუ წარმოიდგინე, ანუ ბაზარზე ვიღაცა ამბობს, რომ მე რაღაცა იოგა კუნდალინს გთავაზობთ. რაც არის სრული ბოდვა. აი სხვა რა უნდა უწოდო თუ არა ისეთი რაღაცა, რაც არავითარი კვლევა, აი არავითარი რამე რეალური ხელმოსაჩინო. ანუ არც სამეცნიერო და არც ისტორიული მათ შორის, ხო? ანუ არც ერთ კონტექსტში. ისტორიული თვალსაზრისით, აი რაც საუბრობ იმ ლექციაში არის, რომ თვითონ ჩაკრებზე არის მრავალი შეხედულება თვითონ ინდურ ტრადიციაში. ამ კონტექსტებისგან დაცლილი არის, ანუ რეალურად. შენ გულისხმობ თანამედროვე ის რაც ბაზარზე არის, მაგალითად რაც ხდება, მაგალითად არ ვიცი, Instagram თუ Facebook რეკლამებში, ანუ რაც არის ეს, ანუ არის დაცლილი, ანუ ყველანაირი ისტორიული კონტექსტისგანაც და სამეცნიერო კონტექსტისგანაც, აი ეს დაპირებები, მაგალითად არ ვიცი, რაც არსებობს, ანუ სხეულებრივ გამოცდილებებთან თუ მენტალურ გამოცდილებებთან დაკავშირებით, ანუ არსად არ არის ეს ნაკვლევი და დადასტურებული ესე რეალურად, ხო? ხო. ის რაც ღირებული იყო, ისიც გამოცლილი აქვს, ანუ აი ეს ისტორიული კონტექსტი. ისტორიული, კულტურული და ფილოსოფიური, ხო? იმიტომ რომ მაგალითად იოგა და ტანტრა არის ღრმა ფილოსოფიური კომპონენტების შემცველი ტრადიცია და დღეს ანუ ის კულტურული, ასე ვთქვათ, თავისებურებები საერთოდ გამოცლილი აქვს და რაღაცა თითქოს და ტექნიკად არის ვითომ რაღაც ანუ გადაქცეული, აი სული რო გამოაცალო. ვთქვათ, აი ქრისტიანობა რო აიღო და რაღაც პირჯვრის გადაწერის რაღაც ტექნიკა რო შეიმუშავა, როგორც სამამშვიდებელი ტექნიკა. ხო რა, აი ვთქვათ არაფერი ამის უკან შინაარსი რო არ იყოს და ეს იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ ინდივიდმა დააბალანსოს ცხოვრება. ანუ თავისი მიზნები, რომელიც შეიძლება არც ეთიკასთან არის კავშირში, ანუ საერთოდ ანუ განა ეს ცუდი არის, რომ ვიღაცამ თავის მიზანს მიაღწიოს და შეიძლება ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ვიღაცას ეს ეხმარებოდეს და ამშვიდებდეს კიდეც. და შეიძლება დავუშვათ ადამიანს რაღაც აწუხებდეს, სტრესი ქონდეს, ეს მოუხსნას, ჯანმრთელობის პრობლემა ქონდეს, ეს მოუხსნას, მაგრამ მე მიმაჩნია და ამას შემიძლია რომ ანუ განმარტო, რომ ეს არის პლაცებოს დამსახურება. ანუ ცალსახად პლაცებოს დამსახურება. ხო და ანუ ეგ ალბათ რადგან ანუ შენ პირად გითქვამს და მეც ვიზიარებ ხოლმე მაგ წარმოდგენას და ალბათ ისეთი რაღაც არის, ანუ მომავალი რადგან არის საზღვრელი, ასე ვთქვათ და განუზომელი და მოულოდნელი და არ ვიცით, ანუ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენი არ ვიცი სამყაროსეული გამოცდილება, ანუ ეგეთ მექანიზმებზე ჩაჭიდებით, ანუ ყოველთვის ერთი და იგივე შედეგს ვერ მივიღებთ, ანუ შეიძლება ძალიან კარგი აფირმაციების მაშიც ვიყოთ განემოცვაშიც და ვაკეთოთ, არ ვიცი რაღაც პრაქტიკებს ვაკეთებდეთ, მაგრამ არ ვიცი ცხოვრებისეული გამოცდილება ყოველთვის ერთგვაროვანი არ იყოს. და ეგ რაღაცეები, ანუ მეტწილად თვითრეფლექსიის და ზოგადად ანუ გამოცდილებაზე რეფლექსიის გარეშე ხდება, ანუ რაღაცა არ ვიცი მექანიკური, ანუ წმენის თუ ესეთი მიდრეკილებების გამომხატველი მგონია მე უფრო მეტად და ანუ რეფლექსია და თვითრეფლექსია რაღაც გამოცდილებებზე მგონია რაღაცასთან გამკლავების ერთ-ერთი მექანიზმი და ანუ ამის გარეშე მგონია რომ რაღაც მომენტში თუ სამყაროსეული გამოცდილებები არ იქნება ყოველთვის პოზიტიური, არ გამოგვადგება უბრალოდ მარტივად რა ვთქვა. გამაზიანებელიც არის, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ხო? კი, რომელიც ანუ რაღაცნაირად აფირმაციების მეშვეობით დაუზიანებიათ თავიანთი ფსიქიკა და რატო? აფირმაციები, რა თქმა უნდა, იოგა კლასიკურ იოგაშიც არის, ოღონდ იქ ვრცელდება იმ არეალზე, რაც შენ გექვემდებარება. მაგალითად ადამიანმა შეიძლება ვთქვათ გააკეთოს აფირმაცია ან თავის თავს დაპირესო, ვთქვათ დილით ადრე ავდგები და თავის თავს შთააგონოს ის რაც შენზე არის დამოკიდებული და ეს ჩვეულებრივი პროცესი არის, რომ შენ თავთან დადო პირობა. ესეთ მუშაობს კიდეც, ხო? ანუ ჩვენ რაღაცებს გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ეს გადაწყვეტილების სიმტკიცეზე დამოკიდებული არის ჩვენი ასე ვთქვათ მომავალი განსაზღვრულობა, ჩვენი შინაგანი მხრიდან. მაგრამ მან პრობლემა, ანუ აფირმაციებთან პრობლემა ის არის, როცა აფირმაციები ვრცელდება იმაზე, რაც ადამიანის მოქმედების არეალის გარეთ არის. მაგალითად, აი
ჩორს როა წავიდეთ, დაუშვათ აი ის სრული რაღაც სისულელე, რომ მედიტაცია ფულის მოზიდვაზე. ხო, მე ვიზიდავ დოლარს, ევროებს და რაღაცა მიზიდულობის და განზიდულობის რაღაც მოლოდინები რო იქნება. აი მაგალითად არ ვიცი თუ რაღაც პირობითად ცუდი შემემთხვა, არ ვიცი შეიძლება გავსმა დისკურსმა დააბრალოს, არ ვიცი, ჩემს დაბალ ვიბრაციებს, თუ რა ვიცი, ანუ შესაბამისად კარგად არ უკონცენტრირდი პირობითად რაღაც პოზიტიურ აზროვნებაზე, ანუ რაღაც აქ უკვე შემოდის მერე, ანუ როგორ ვუყურებთ სამყაროს ალბათ, ანუ სად გვაქვს ანუ ისრები, ანუ ვის ვაბრალებთ იმ რაღაცეებს, ანუ რაც ჩვენ თავს ხდება, ანუ ვინ არის აქ დამნაშავე, რა შეიძლება და გაკეთებული იყო, რა შეიძლება და არ გაკეთებული იყო და ეგ რაღაცეები მგონია რომ თვით რეფლექსიის და რეფლექსიის გარეშე, ანუ თუნდაც იმის გარეშე, რომ მოულოდნელობების მიმართ, ანუ ვიყოთ ალბათ რომ იმღებები ვიდრე მოლოდინი ვქონდეს, რომ ყოველთვის ანუ მე რადგან კარგ ვაიბებს გავუშვებ, სულესე დამიბრუნდება, ანუ მგონია რომ ეგ უფრო მეტად მოწყვლაც გაგხვდის ეგეთი რაღაცეების მიმართ, ანუ თან იქ რაღაც ანუ კვლევებს რო გადავხედე, ძირითადად ეს რაღაც იყო, რომ მსგავსი პრაქტიკებით შეიძლება დაინტერესდეს ადამიანი, რომელიც არ ვიცი, მაგალითად, ანუ რაღაც ლოვის ეტაპზე არის, ან ფინანსური კრიზისის წინაშე არის, ან რაღაც ისეთი ანუ ცუდი ცხოვრებისეული გამოცდილების უბრალო ეტაპზე დგას. ანუ ის დაპირებები პირობითად, რომელიც იყიდება როგორც პროდუქტი, შეიძლება უფრო ისეთი, ანუ არ ვიცი, შეიძლება კიდევ უფრო მეტ ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანოს, შეიძლება კიდევ უფრო მეტად ასე ვთქვათ, დაარღვიოს ფსიქიკური მდგრადობა. ანუ მეც ესე ვფიქრობდი და რაღაცებს რასაც გადავხედე კრიტიკულ ნაწილში ესეც იყო, ანუ ახსენე. ო, ეგ არის კი, იმიტომ რომ შეიძლება იმ მომენტში რაღაცა დაეხმაროს კიდეც, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, აი მე ერთ პოსტში ავხსენი თვითონ მექანიზმი როგორ მუშაობს, რომ ის მახსოვს საინტერესო პოსტი. შენ თუ მაგალითად რაღაცას გასწავლიან, რომ ეზოთერულად რაღაცა მუშაობს, მაგალითად, არ ვიცი, საფულეში რაღაცა ჩადე, ან კარგი დღე არის დღეს სურვილების ასასრულებლად, ჩასაფიქრებლად რა, რაღაც ესეთი. ანუ შენ როცა მოდი ვცდი ამბობ და რატომაც არა, ანუ რას ვკარგავ, ხო, თუ არასრულდება და არასრულდება. ანუ შენ ამით თვითონ ფსიქიკა შეგყავს ესეთი რწმენების სისტემაზე დამოკიდებულებაში. ხო, და დაქვემდებარება ქონდა მგონი ნახსენები ეგ ტერმინი ხო რა რაღაცას. ანუ ზოგადად აქცევ უკვე ესეთ რაღაცას ყურადღებას და ამას მეორე მხარეც აქვს, რომ თუ არის მაგალითად კარგი დღე, არის ცუდი დღე და მე ვფიქრობ, რომ ეს ცუდი დღეც რაღაცენად შენზე მოქმედებს. ხო და აი მან ალბათ აი ისიც მნიშვნელოვანია, ანუ სად არის ამ ცუდი დღის ახსნა, ანუ აი ხო სად გვაქვს, ანუ ვინ არის დამნაშავე ამ ცუდ დღეში. და რადგან ეგეთი პრაქტიკები ძირითადად დაცლილი არის იმ სოციალური და ეკონომიკური კონსტრუქტებისგან, აი როგორც იმ mindfulness-ზე იმ სტატიაში იყო, რომ ესე ამისგან დისტანცირებულად ხდება რაღაცეების განხილვა და რაღაცეებზე რეფლექსია. შეიძლება ადამიანი, ანუ იგივენაირად მიუდგეს მაგასაც, ხო? ანუ მარტო ცალმხრივად განიხილოს, ანუ არ ვიცი, მარტო თავის თავს დააბრალოს, ან შეიძლება მარტო სამყაროს დააბრალოს და თქვას, რომ არ ვიცი, აი სამყარო არის ძალიან ცუდი და უსამართლო, ან მე არ გავაკეთე საკმარისი აფირმაციები, არ ვიცი, პირობითად საკმარისი ეს არ გავუშვი. ეგ მაგალითად ადამიანი თუ მიდის თქვათ ასტროლოგთან, ან ვიღაცასთან, რომელიც რაღაც რჩევებს აძლევს და ვერ მიაღწია იმ დასახულ მიზანს, რაც უთხრა და დააბრალებს მას, რომ რაღაცა შენ კარგად ვერ თქვი. როგორ დაუმტკიცებს ახლა, ხო, ანუ ეს ხო აბსურდი არის. ხო, აი მაგის კვლევა, რასაც გვთავაზობენ, ანუ როგორ მტკიცდება, ანუ ხო ვერ აფრით ვერ ვიკვლევთ მაგას, ანუ ვერ ავღწერთ საშუალო სტატისტიკური, არ ვიცი, კარგი ენერგიების მქონე ადამიანი როგორია პირობითად. თვითონ ანუ ეგ თემაც რომ აი კარგი ენერგია და ცუდი ენერგიის მატარებელი, ეგ აბსურდი არის საერთოდ. რატო? იმიტომ რომ ანუ ეგ წარმოდგენა რომ არსებობს რაღაცა აურა, დადებითი აურა, ეგ სისულელე არის. იმიტომ რომ ვიღაცა ადამიანებისთვის შეიძლება ჰიტლერი იყოს ძალიან საყვარელი ადამიანი. სავსებით დადებითი აურის მატარებელი. რატომაც არა? ანუ თქვენ ხوار გონიათ რომ დაუშვათ ნიურნბერგის პროცესის დროს, ანუ ბევრი ან ნანობდა, ან დაუშვათ
რაღაც ცუდი მოტივი ქონდა ყველას. ანუ ეგ არის აბსურდი, ანუ ეს არის სუბიექტური რაღაცა, ვიღაც ადამიანი შენ მოგწონს, ვიღაცა არ მოგწონს, ვიღაცა შენზე ესე მოქმედებს, ვიღაცა შენზე ესე მოქმედებს, მაგრამ იმისი დაუშვათ შეიძლება მშობლისთვის ან იმის შეყვარებულისთვის იმას პირიქით, ანუ ძალიან მაგარი აურავს შენთვის, რომ ვიღაცა კრიმინალია, ხო? აბა იმის შეყვარებულს კითხე, ხო, ანუ ის ხო შეიძლება, ანუ დაუშვათ იმისთვის, ანუ სავსებით მისაღები იყოს, ხო? ეხლა ძალიან ისეთი ეს ავიღეთ ჩვენ მაგალითი, რომ თქვათ ორი თუ ერთნაირი ნეგატიური არის, დაუშვათ რაღაცა შეიძლება თქვათ რაღაცა ესეთი თვისებები, საერთო თვისებები მოწონდეთ, მაგრამ ეგ ზოგადად აი შეფასებითი სუბიექტური საკითხი არის რა, რომ თქვათ საერთოდ მივდივართ ანუ მორალის რაღაც ასე თქვათ ობიექტურობის თემამდე რა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აი შენ თქვი რომ საიდან მოდის ეს მომავლის ინფორმაცია. ვიღაცების გონიათ რომ არ ვიცი ეს ზოგიერთს მართლაც ჯერა კეთილსინდისიერად თუ არა კეთილსინდისიერად. ხო, აი მაგალითად კიდაც ასტროლოგებს კიდაც რომ მათ აქვს რეალურად რაღაცა ინფორმაცია, რომ ხო რაღაცა ცოდნა, რომლის მიხედვითაც სხვას შეიძლება რაღაცა მითითებები მისცემს მომავლის შესახებ რაღაცა თუნდაც მაღალ ალბათობებზე. ეს მაღალი ალბათობები უბრალოდ არაფერს არ ეფუძნება საერთოდ. ანუ არ არსებობს არც ერთი კვლევა, სამეცნიერო კვლევა, რომელიც აი ოდნავ მაინც იტყოდა, რომ ხო, აი მთვარის ფაზა რო არის, რაღაცა ფაზა ან ახალმთვარეობა არის, ამის შედეგად სტატისტიკურად რაღაც ხდება ხოლმე. უბრალოდ არ არსებობს ეგეთი რაღაც რა. კვლევა რომ აი ადამიანმა ხო გაითვალისწინოს, რომ აი ხო შვილო დღეს რაღაც სავსე მთვარეობა არის და აქედან გამომდინარე და ადამიანის ყველაზე დიდი პრობლემა ამაში რა არის, რომ უჯერებს არა რაღაც აზრს, აი საზრის, რომ რატო უნდა წავიდე იქ, რატო არამედ უბრალოდ რაღაცა აბსტრაქციას, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს საბოლოო ჯამში. ხო, საინტერესო რატო არის, ანუ მიდრეკილი, ალბათ უფრო მარტივი კომპასი არის ეგ, ანუ ჩვენ გამოცდილებებში, რომ ესეთ უფრო რთულია, რომ რაღაც საზრისი ეძებო, ვიდრე უფრო ანუ უფრო მარტივი არის. ნუ ჩემს გამოცდილებას გეტყვია რა, ანუ ჩემთვის მაგალითად ეზოთერული, ანუ კიდევ ერთხელ ეზოთერულს ჩვენ თუ უწოდებთ, აი თავიდან ბერძნულ გონი ეგ განსხვავებული გაგება არის. ხო, მაგრამ კი, აი უნდა ვაკას რო დაუბრუნდეთ, რომ მაგალითად ჰეგელის ტექსტები არის ეზოთერული ტექსტები, რომელიც მოითხოვს ანუ მაღალ ცნობიერებას, რომ ადამიანმა თქვათ გაიაზროს ეს. ანუ მაგაგებით ეს ასე ვთქვათ ეზოთერული არის. ესე რომ შევხედოთ, აი მაგალითად ვთქვათ ფიზიკა ფიზიკის გარკვეული სიღრმეები ვიღაცისთვის არის ეზოთერული. და პოპულარულ ენაზე ეს ფიზიკის თეორიები ითარგმნება სხვანაირად, ხო? ანუ მარტივად გასაგები რო გახდეს. ანუ ყველა დარგში შეიძლება იყოს ეს უბრალოდ ის ფიზიკა აქედან გამომდინარე რაღაც საკრალური კი არ არის, ანუ გაგებადი არის. თანმიმდევრულად შესაძლებელია რომ ადამიანმა გაიგოს ეს ყველაფერი რა. მაგრამ ის რაზეც ახლა თანამედროვე გაგებით საუბარი არის თქვათ ეზოთერიკაზე, ხო? აქ საუბარი არის, აი რაც შენ თქვი რომ რაღაცა ტაროზე, რაღაცა კარტი შეიძლება გაიშალოს და ამას კონდეს რაღაცა მისტიკური მათ შორის, ანუ არ ვიცი. მისტიკური და რაღაცა ასტროლოგია. წინასწარმეტყველური დანიშნულება. თუნდაც დაუშვათ არა წინასწარმეტყველური, არამედ რაღაც წარსულის ამოცნობის თვალსაზრისით, ხო? ან რაღაცა აი ეს მაგალითად ეს ხო არის მასობრივი რაღაცა წმენებიც, რომ თქვათ აი შავმა კატამ გადამირბინა, ეს რაღაცას ნიშნავს და უკვე ადამიანი ამაში ხდება ჩართული და მერე მოქმედებს, ანუ სიმბოლიკა და ასე ვთქვათ ბევრი რაღაცა ახდენს, ანუ ადამიანი თვითონ ხდება მოწყვლადი.
და გავლენას ახდენს რა, ასე ვთქვათ, ბევრი ისეთი რაღაცა, რაც შინაგანად არ მოდის და არაფერს არ ეფუძნება საერთოდ. რა დაგიშავა კატამ ხო? ხო, შავმა კატამ ძალიან საყვარლებიანია შავი ფისოები. ანუ ჩემი გამოცდილება, მე ხო რატო ყვები დავუშვათ, ერთ-ერთი მე თვითონ მქონია შეხება და თინეიჯერობის ასაკში შეიძლება რაღაც კრიზისული პერიოდი მქონდა, სადღაც არის 13-14 წლის ასაკში და ჩემი ისტორია ესეთი არის, რომ ჩემმა მეგობარმა და ჩემმა ბიძაშვილმა ჩემზე უფროსი იყო, ანუ საუბრობდით ხოლმე აი რაღაც აი ამ ისეთ ეზოთერიკაზეც, ანუ ძველ და ახალ ეზოთერიკულ რაღაც თემებზე რა. ხო და მე ერთხელ ვსეირნობდით და დავინახეთ ქუჩაში გამოკრული იყო პლაკატი, ანუ ჩაკრები ხატია და რაღაც იოგაზე ვსაუბრობდით კიდეც და აი საბოლოო ჯამში იოგები ჩაკრებს ხსნიანო და ნუ ეს საინტერესო. თან ეწერა რომ აი დღეს არის ანუ ეს ანუ ლექცია, მედიტაცია და რაღაც ეგეთი ისა. ხო, კარგი წავედით. ხო და ანუ შეულებრივად რაღაც სექტა იყო რა. ოღონდ სექტა ნუ კარგი გაგებით რა, ანუ მე სექტებთან არავით არის პრობლემები არ მაქვს, პირიქით ანუ ძალიან კარგი რაღაც არის. ხო და ამ როგორ იყო იცი, ანუ დაკეტილი იყო ადრე მივედით. და ანამდე იქ რაღაც კომპიუტერული თამაშები იყო, შევედით სათამაშოდ და ან ინტერნეტ კაფის გვერდზე იყო ანუ. ხო, მაგის მოპირდაპირეთ იყო და მე რომ გამოვედით, მოდის ერთი კაცი, რომელსაც აცვია სუთეთრები რა, თანჯახა რა არის. აი სუთეთრები, ანუ შარვალი, ყველაფერი თეთრი, ფეხსაცმელი თეთრი აცვია რა, სადიშოვა. ხო და ეს იქნება იოგიო რა, ალბათ ეს წაიკითხავს ლექციასო რა. და მართლაც რაღაც გავყევით რა, ამ თემს მართლაც იქ შევიდა რა, სადაც უნდა შესულიყო და დაველაპარაკეთ და ჩვენ ახლა ალბათ 14 წლის ვიყავი. ჩემი ბიძაშვილი ხო ალბათ 17-ის 16-17-ის და იცი რა არისო, ეს არ არისო ვარჯიშებიო რა, ანუ მოშორება უნდათ რა ჩვენი. რომ ახლა მაინც ახლა სექტაში ითრა ვიღაცას, ანუ არასრულს რა. ჩარისტავი. როგორ ჩანს არ ქონდათ და ხო ვარჯიშებიო არ არისო, იმიტომ რომ მაშინ მაინტერესებდა აღმოსავლური ორთაბრძოლებიც რაღაც მაგაზეც რაღაცა არის როგორც მახსოვს და ესო არისო მედიტაციებიო და თქვენ არ დაგაინტერესებთო და წადით რა და აი ზუსტად ეგ ინტერესებს ზუსტად. ხო და რა იყო იცი რომ დავესწარით ანუ ლექცია, ინდოელი გურუს მოსწავლე იყო, ანუ რამდენიმე მასწავლებელი იყო, მაშინ 90-იანი წლები არის რა. ხო და დავრჩით მედიტაციაზე, მაგრამ ჩემი ბიძაშვილი ჩემზე უფრო ფრთხილი იყო და ის არ დარჩა. ანუ მე დამტოვა რა. პირველივე დღეს დარჩი? ხო, ანუ დავრჩი რა, რაღაც ესე და ის არ დარჩა. და მე ერთი თვის მერე, ორი თვის მერე მაკვირდებოდა რა. როგორი შედეგი გიქნა? ხო რა, ანუ ეგეთი ის იყო და ანუ აქ მე დავიწყე ამ ასე ვთქვათ, ამ ტიპის მედიტაციები, ანუ მანტრები და გაცნობა, თქვათ, ამ მედიტაციური ტექნიკების, ვიზუალიზაციების და დღეში ხო რამდენიმე საათი მედიტირებდი, მე სტუდენტიც რო გავხდი, ანუ მეც, ანუ ამ პრაქტიკებს ვაგრძელებდი, მაგრამ ამ რა იყო იცი რომ აქ ბევრი დადებითი რაღაცაც არის, ანუ ამ პრაქტიკებში, ფსიქოტექნიკებში და ბევრი ისეთი რაღაცაც არის, რაც მოწყვლად ხდის ადამიანს რა. და მე მჭირდებოდა ამ ყველაფრის, ანუ გაფილტვრა, ანუ წლების განმავლობაში, რომ მე ხო დავიწყე, ანუ ღრმად შესწავლა, ანუ იოგას, ეხლა სანსკრიტსაც სწავლობ უფრო, ანუ უფრო ორიგინალში რო წავიკითხო და გავეცნო და ხო თარგმნი კიდეც. და ამისთვის მე დამჭირდა ამ ყველაფრის რევიზია, ანუ გადახედვა რა. კრიტიკულად ხო, ჯერ ერთი უპირველეს ყოვლისა ეს ყველაფერი მე თვითონ მაქვს გამოცდილი.
ანუ ყველა სახის მედიტაციები, ანუ საათობით და თვეობით, ანუ აშრამშიც მიცხოვრია ისეთ ძალიან ხანგრძლივი პერიოდიც და გარდა მაგისა, სადღაც 20 წლიდან სწავლობდი ასტროლოგიას. პროფესიონალურად თუ გინდა გაგიკეთებ ჰოროსკოპს. რუკა გაკეთებული მაგის მეც დაინტერესებული ვიყავ და არა პროფესიონალურად უბრალოდ. თვითონ მითარგმნია კიდეც ასტროლოგიური ტექსტები, პროგრამაც გამიკეთებია და ასტროლოგიას ვიცნობ შიგნით, მე რო საუბრობ ამაზე, ხო, მე არ უყურებ ამას გარედან. გარეთ პოზიციიდან არ უყურებ და მე შიგნიდან განახული პოზიციიდან შემიძლია თქვა აუხსნათ ნებისმიერ ადამიანს როგორ ხდება დავუშვათ რაღაცების გამოთვლა ასტროლოგია იქნება თუ დავუშვათ რაც იქნება თქვა არის პროგნოზების ფორმები არის თქვა ტრანზიტი, ლუნარი, სოლარი და ასე დირექციები და სხვადასხვა მეთოდები არის გარდა ამისა სინასტრიები არის თავსებადობა არის ხო და ბევრი ნიუანსი აქვს რა, მაგრამ ამ ყველაფრის შესწავლის შემდეგ მე 100%-იანი თავს ვუნდი, რომ ეს არის ცრუ მეცნიერება. როგორც არის მაგალითად მეცნიერებათა დოქტორი, ხო? აქაც შეიძლება იყოს ვიღაცა ცრუ მეცნიერებათა დოქტორი. ხო, ეგ განსახად კეთი რაღაც არის. შენც მიგიმართავს ესე იგი. კი, მე მგონი შენ გაკეთებულ პროგრამაში შემიდგენია ჩემი რუკა, არ ვიცი, ქართულად რაც მინახავს. კი, მე ესე კარგად არ მესმოდა ყველაფერი ვკითხულობდი, ხო, ესეც მოყვება ანოტაცია, ასე ვთქვათ, თითოეულ რაღაც ასპექტებს და რაღაცებს. უბრალოდ ერთადერთი რაც მახსენდება, მაგასთან დაკავშირებით, როცა მაგითზე ვიყავი დაინტერესებული, არის ის, რომ უფრო მეტად მაინტერესებდა ამ ყველაფერში მეპოვა როგორი ვარ მე, ჩემი თავი, რაღაცნაირად ეს მიმართება მქონდა, რომ ამ რუკით, აღმომეჩინა ჩემი თავი. მაგრამ მე ამ რუკის გარეთ რო რაღაც წინააღმდეგობებს შევხვდი, რომ არ ვიცი, იქ ეს წერია და მე ესეთი ვარ, სხვა გზითაც რო დავაკვირდი ჩემ თავს და არ იყო მაინც და მაინც დიდი თანხმობა ამ რაღაცა შორის, რა ვიცი, მომბეზრდასავით, აღარ მაგაზე გეტყვიან, რომ საჭიროა კიდევ უფრო ღრმა ანალიზი, იმიტომ არ ემთხვევა. ხო, რომ რაღაც დავაკელი მე იქ შესწავლაში. ანალიზი არ იყო საკმარისი ან ხარისხიანი, იმიტომ რომ ეს უნდა გააკეთოს განსაკუთრებულმა მოდით აღჭურვილმა ასტროლოგმა. იქ შეიძლება ასე ვთქვათ, რამე ასპექტებში ან ვთქვათ, ასპექტების უკან კიდე რაღაც იდგას, ხო. ბავშვობაში რაღაც წიგნი იყო, ალბათ ყველას ქონდა ეგ წიგნი სახში, ეძიე ვარსკვლავი შენი, ესეთი ლურჯი წიგნი დაქონდა მგონი და იმასაც კითხულობდი ხოლმე ალაგ-ალაგ და რა ვიცი, ამის იქეთ დიდად არ წასულა ჩემი ესეთი გამოცდილება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ამ თანამედროვე ეზოთერიკას იქნება ეს კეთილსინდისიერი თუ დავუშვათ არაკეთილსინდისიერი ხალხი, რომელიც იციან, რომ ეს თქვა ტყუილი არის და უბრალოდ ამას მაინც ყიდიან რა. თუნდაც ჩემთვის როცა საუბრობენ ხოლმე, რომ ტელევიზიას ვაკვირდები ხოლმე, მაგ თუ აქვს თუ არა ასტროლოგიური პროგნოზი. თუ აქვს ის ჩემთვის რაც არ უნდა თავის თავს რაღაც კრიტიკული მედია თუ რაღაც უწოდოს, ხო? მაინც აჩენს უკვე არასაიმედოობის რაღაც. თუნდაც ვითომ საყვარლობა, ვითომ რაღაცა მოდი უროები და რაღაც ბერძები და ისინი როგორ ავართ დღეს. რაღაც თუნდაც ეს ძალიან საყვარლობაში ეს იყოს, ჩვენ საზოგადოებას კიდე ეგ ჭირდება ახლა. გასვლათ იმის რომ ცოტა აზე მოვიდეთ და გამოფხიზლდეთ, ხო? ეს ხო საბოლოო ჯამში ერთი ესეთი რაღაცა არის, კავშირი არის, რომ ხალხი რომელიც დაინტერესებულია ეზოთერიკით, ადვილად იჯერებენ კონსპირაციის თეორიებს. ეგეთი გადაფარვა არსებობს. ხო, შეიძლება კვლევაც არსებობდეს მაგაზე, არ ვიცი რაღაც. მე მქონდა ერთი კითხვა, იოგაც, ხო, მათ შორის ამ ეზოთერიკული დისკურსის ნაწილი შეიძლება იყოს დღეს. და ეგ რამ განაპირობა თუ როგორ მოექცა იოგა ამ დისკურსის წიაღში როგორ შევიდა, რა როლი აქვს თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. იოგა
ეზოთერული კუთხით ორნაირად შეიძლება განვიხილოთ. ერთი რეალურად როგორც იყო ძველ დროში და ბუნებრივია იოგას სუტრას ანუ დღეს ვერ იგებს ადამიანი, იმდენად რთული არის, ანუ მასობრივი ადამიანი თუ სპეციალურად არ შეისწავლა და მით უმეტეს ანუ მაშინ როცა არ იყო საყოველთაო განათლება და აღზრდა ეს რა თქმა უნდა რჩებოდა ინტელექტუალური ელიტის. ანუ არისტოტელესეული იმ გაგებით რომ ეზოთერული ხო, რა თქმა უნდა, მაგაგებით ანუ იოგა სუტრა, ხო, აი როცა ვსაუბრობთ ანუ რეალობაზე, რეალობის ბუნებაზე, დაუშვათ მეს ბუნებაზე, ატომებზე, დაუშვათ არსებობს ერთი მე თუ მრავალი მე, უნივერსალური მე არსებობს თუ არა. ეს ისეთი საკითხებია, რომ აქამდე უნდა მომწიფდეს ადამიანი, რომ დასვას ეს კითხვები. ესე ყველას უბრალოდ არ ექნება. ზედაპირულად შეიძლება ვიღაცამ თქვა ასე კომფორტული იყოს, რომ არსებობს ერთი მე და რა კარგია და მოდი ამ იდეით ვიმოძრავებ რა. მაგრამ ესე მარტივად არ არის, ანუ ბევრი მისაუბრია მეუბნება ხოლმე რომ რაღაცა აი თქვა და აი ამას მივხვები, მაგრამ ხვდები რომ აბსოლუტურად ვერ იაზრებს რა, ასე ვთქვათ, რაზე საუბრობ. მაგრამ ბევრი რა თქმა უნდა გააზრებულად არის ანუ ამ სფეროში, უბრალოდ გულისხმობ რომ ფილოსოფიურად ანუ გულისხმობ სიღრმისეულად იაზრებს ანუ იმ გაგებით ვთქვათ ხო რა კი რა თქმა უნდა ხო რა თქმა უნდა ანუ მაძიებელი არის ხო ანუ მაძიებელი არის რომელიც ასე ვთქვათ სხვებსაც აქცევს მაძიებლად ანუ ხო პირდაპირ კი არ აძლევს რაღაც გამზადებულ პასუხებს არამედ ამზადებს ადამიანს რომ მისთვის ხელმისაწვდომი გახდეს გარკვეული ცოდნა ან მინიმუმ ესეთი რაღაც ანუ წარმოიდგინე რომ მეც როცა ლექციას ვკითხულობ ანუ ვცდილობ რომ თვითონ პრობლემატიკამდე მივიყვანო ანუ გავშალო საკითხები და ანუ მასში თვითონ უნდა მომწიფდეს რომ მე ერთად ვნახოთ თქვათ ის რეალობა ანუ მე ესე არ ვეუბნები რომ ესე არის რაღაცა ანუ ეს თვითონ მეთოდოლოგიური მომენტი არის სხვა თუნდაც გინდა განდობა უწოდოთ ამას თუ დაუშვათ რაც გინდა დაუშვათ მაგრამ ამ გაგებით რა თქმა უნდა იოგა შეიძლება გავიყვანოთ ეზოთერულ მოძღვრებაში რა მაგრამ გარდა მაგისა იოგას აქვს ისევ ტანტრის ზეგავლენით თვითონ ინიცირების რიტუალები ანუ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა ძალიან ასე ვთქვათ გასაიდუმლოებული იყო და რაღაცნაირად საკრალიზებულიც იყო ანუ ეს განსაკუთრებით ეხება ტანტრულ ტრადიციებს აი ახლა რაც არის ტანტრები ანუ მით უმეტეს ანუ დასავლეთშიც და მათ შორის ინდოეთშიც და ანუ ეს არის უბრალოდ კომერციული ისეთი სწავლები რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ტანტრასთან როგორ მოვიზიდო მამაკაცი ხო აი ეგეთ დონეზე არის ანუ დასული ეს რაღაცა ძალიან ბოთოა კარგი მამაკაცი არა მაგაზეც არ არის ეგრე მაინც რო იყოს უთლარად ანუ ეგ მაინც რო იყოს ვიტყოდით რომ აი კარგი მამაკაცი ხო კიდე ხო დავუშვათ ან კარგი ქალი ხო მაგრამ მაგიც არ არის ანუ ზოგადად მამაკაცი რა ხო ანუ ესე იგი რაღაცა ქალურობის და რაღაც ისეთ იმამდე არის რომ თქვა აი სხეულის არ შერცხვეს სექსის დროს თითქოს ანუ ტანტრა მაგას გულისხმობდეს ტრადიციულად ანუ მაგით ვაკეთებდნენ რომ სექსის დროს სხეულის არ შერცხვეს რა და ანუ ამ ჩვენი კულტურის პრობლემატიკიდან რო უყურებენ ანუ რაღაცნაირად ზედაპირზე ეს დაინახეს რაღაცა ისეთ რამეთ რაც შეიძლება გაიყიდოს ან რითაც შეიძლება დაინტერესდეს ადამიანი ესეც რაღაც ხო აი ისე ვიგივე ხო პროფანული რაღაცა სისულელე არის ხო ხო და ანუ მეორე კავშირი ანუ იოგას ეზოთერიზმთან აქვს ეს რომ იოგას მოძღვრება ალბათ შეიძლება როგორც ბერძნულ ფილოსოფიაში არის ესე გადაცემადი როგორც არისტოტელე მაგალითად ეზოთერულ ლექციებს კითხულობდა დილით
და საღამოს კითხულობდა ხო, ანუ ეგზოთერლს, ანუ ესე ქონდა გადანაწილებული რა, განრიგი. სადრო იყოს დილას ადამიანი. ხო, ეგ არ ვიცი, ხო. სიღრმისეული. ხო, ანუ ეგ საღამოს უფრო გართობისკენ და რაღაც ლაითი, არ ვიცი. ხო, არ ვიცი, ანუ როგორ ქონდა ეს გადანაწილებული, ანუ ეს რის მიხედვით ქონდა გადანაწილებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთად არ ქონდა, ანუ ესე გაყოფილი ქონდა რა. ხო და ანალოგიურად ეხლა ფილოსოფია მაინც არ უნდა შევადაროთ იოგას, იმიტომ რომ იოგა მარტო ფილოსოფია არ არის, იოგაში არის ფილოსოფია, მაგრამ იოგაში ფილოსოფიას უფრო მეორე ხარისხოვანი როლი აქვს. იოგა ეფუძნება ფილოსოფიასაც უფრო დამოძღვრებას ეფუძნება რა. აი ეს არის განსხვავება, ანუ რელიგია ხო, რელიგია არის დამოძღვრებითი რამ. და ფილოსოფია გამორიცხავს დამოძღვრებას. ანუ შენ თუ მოძღვრავ, ესე იგი რაღაცნაირად მოუწოდებ, რომ დაგიჯეროს. აი ეგრე არის და რაღაც მომენტში ის გენდობა და ამაზე მუშაობს. გენდობის მომენტი შენ. ხო, და ანუ ფილოსოფია ცდილობს, რომ თუნდაც მოსწავლეში გამოაღვიძოს წინააღმდეგობის სულიც, რომ ის ასე ვთქვათ თვითონ ამოძრავდეს. და ამ გაგებით საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა იოგასაც მიყავს ადამიანი იქამდე რომ მან თავისი ასე ვთქვათ ინდივიდუალურ გამოცდილებამდე მივიდეს. მაგრამ მაინც ჯამურად ანუ მთლიანობაში რა ჩარჩოშიც ანუ ეს დარჩა მაინც ამაში არის რაღაც ანუ რელიგიური ელემენტები რისგანაც ვერ გათავისუფლდა ასე ვთქვათ რა. ისევე როგორც ალბათ ძველი ფილოსოფიაცაც ჰქონდა რაღაც ისეთი ხედვები, რაშიც დარჩა და ანუ დრო დაჭირდა ამას, რომ რაღაც გადაეხედა. სხვათა შორის ერთი რაც არის ნეგატიური რაც გააკეთეს, ანუ ამ თანამედროვე გურუებმა მათ შორის ოშოს სამსახურებით, ანუ ფილოსოფოსებს და ფილოსოფიას მიიჩნევენ როგორც მაინც ზედაპირულ რაღაცას, რომელიც მხოლოდ ინტელექტუალიზაციას ახდენს რაღაცის. ანუ არის გასხივოსნებული, ანუ ეს გასხივოსნებული მაგარი რაღაც არის და ფილოსოფია ეს უბრალოდ აი ლაპარაკი და რაღაცა ანუ ესეთი დონის რაღაცა განხილვა. ჩამოაშორეს. კი, ხო, ზუსტად ის რასაც შეეძლო ოპონირება გაეწია რეალური და როგორ არის იცი, ანუ მთელი ამ აღმოსავლურ, ასე ვთქვათ, საბურველში გახოული ამ რაღაც სექტების და კულტების და მიმდინარეობების და რაღაც მედიტაციების უკან არის ეგეთი რაღაცა, რომ როცა შენ კითხვას სვამ, ძირითადად არის ეგეთი რაღაცა, რომ აი გონებით ვერ გაიგებ. ან არ ხარ მზად. ხო. ამ ცოდნის მისაღებად. ამით როგორ ეცი, რომ აი როგორც კრივში, ანუ ხელებს ჩამოგაშვებინებენ და ანუ მერე უკვე ჩვეულებრივად დაგამუშავებენ რა. ანუ ეგ არის ანუ ესე ვთქვათ მთავარი იარაღი, რომ ინსტრუმენტი, რომ აი გონება ამას ვერ წვდება და არ არის დამაკმაყოფილებლად ახსნილი რა არის თვითონ გონება და რა წვდება და რა ვერ წვდება ხო? ხო. და ანუ მანდ უკვე ხდება რაღაც ესეთი დამუშავება ადამიანის. აი სტატია, რომ გარდიანის სტატია, ხო? უბრალოდ წარმოიდგინე ესეთი რაღაცა, რომ რამდენიმე თვალსაზრისით არის საინტერესო რა. ჯერ ერთი იმ მხრივ არის საინტერესო, რომ თვითონ სერიოზული პრობლემა არის, როცა ადამიანები ესე რაღაცა მასობრივად გაიძახიან, ყველაფერი გონებაში არის და ყველაფერი ასე ვთქვათ, შენს ფიქრებზეა დამოკიდებული. და თითქოს შენ ანუ ეს არის რაღაცნაირად ისეთი სანუკვარი სურვილი, რომ იოლად იცხოვრო. ანუ ფაქტობრივად არაფერი გააკეთო და ისე შემოსავალი მოვიდეს რა. მოზიდვის რაღაცა თემა არის რა.
და მან არის ანუ ზუსტად ანუ ესეთი პრობლემატიკა იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომ რეალური საფუძველი რაც არის მაგალითად სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და გარკვეულია ყველაფერი, მაგ ანალიზიდან ასე ვთქვათ. აი ეხა ჩემი საბანკისტრო რო გამახსენე წეღან, ანუ მართლაც აღარ მახსოვს ესე დეტალურად ზუსტად რა თემებზე მქონდა ნამუშევარი, მაგრამ ანუ იქ ერთ-ერთი ესეთი თემა იყო ჰელსიზმი, ანუ ეგეთი ცნება არსებობს, ანუ რომელიც გულისხმობს, რომ ჯანსაღი და ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ანუ როგორ გახდა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში არა მხოლოდ საჭიროება, არამედ რაღაცნაირად მორალური ვალდებულება, ანუ რომლისკენაც ყველა უნდა ისწრაფოდეს და ყველა უნდა მუშაობდეს ამაზე მიუხედავად ყველაფრისა. რა რაღაცა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვროს, ივარჯიშოს, სწორად იკვებოს, რაღაც, ანუ ყველაფერი, ანუ ჯანმრთელობა არის გადაყვანილი რაღაც უკვე მორალურ განზომილებაში. ეხლა დავფიქრდი, რომ აი ეს mindfulness-ის თემა, რომ ადამიანის გონებაში, ანუ რაღაცეები, ანუ იყოს მშვიდად, რაღაც იზოლირებულად, კარგად, პოზიტიურად მიმართული, ხო? ანუ ესეც რაღაცნაირად ადამიანის გონების, ანუ გაჯანმრთელების თუ ამ დამშვიდების თუ ერთ რაღაცაზე კონცენტრირებისკენ, ანუ აი ესე არის, რომ ესე უნდა იყოს, ანუ რაღაც ეს ისეთი რაღაც არის, რომლის ვალდებულებაც უნდა კონდეს თანამედროვე ადამიანს, რომ აი მუდმივად იყოს, არ ვიცი, აი ფიქსირებული რაღაც კარგზე, საკუთარ თავში მიმართული და ამ დროს, ანუ შეიძლება რომ გამორჩეს მართლა ადამიანს რეალურად ის სტრუქტურული მომენტები, რომელიც შემოდის ადამიანის ცხოვრებაში, არ ვიცი, სოციალური გარემო, პოლიტიკური გარემო, სოციალური უთანასწორობა, ანუ ეს ყველაფერი, ანუ რაც ასევე ზეგავლენას ახდენს ჩვენ ცხოვრებაზე, ჩვენს გონებაზეც, ან ჩვენს ჯანმრთელობაზეც, იმაზე თუ როგორ მიუდგებით ჩვენ ჯანმრთელობას, ანუ როგორ დავამენეჯმენტებთ, ანუ რას დავაპრიორიტეტებთ, ხო? ანუ ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ესეთ პრიორიტეტიზაციაში ეგრეა, რომ ანუ იმდენად უკვე ეს რაღაცა პროდუქტი გახდა, რომელიც ყველას უნდა კონდეს, რომ ესე იყოს, ანუ რაღაცა კარგად იკვებოს, ივარჯიშოს, ანუ რაღაც ესეთ რაღაც თვითზრუნვის პრაქტიკები ატაროს, ანუ რაღაც მორალურ განზომილებაში გადადის და ხშირად არ ვიცი ეკონომიკური ფაქტორები გამორიცხული აქედან, იმიტომ რომ შეიძლება ყველას არ ვიცი, ანუ უბრალოდ ვერ ხელეწიფებოდეს ამის კეთება, ესე როგორც ვალდებულება. ანუ ისე როგორც mindfulness-ი, ანუ მუდმივად ეგრე ალბათ ვერ ეს ძალიან ძელი თემა არის. ჯერ ერთი საიდან დავიწყოთ, რომ mindfulness-ი ეს აი როგორც კომოდიზაცია, ესე იგი წარმოიდგინა ესეთი რაღაცა, რომ ადამიანს აქვს ჩვეულებრივად, ანუ ჩვენ გვაქვს მატერიალური მოთხოვნილებები და ვთქვათ მისწრაფებები რა, ფინანსური და ყველანაირი ინტერესები. და ერთ-ერთი ინტერესი არის ეს წყალებში სპირიტუალური პრაქტიკები რა. ანუ თუნდაც გასხივასნება ხდება ისეთი საგანი, რომელიც არის მისაღწევი. ანუ შენ მიისწრაფი ფულისკენ, მიისწრაფი რაღაცისკენ, მიისწრაფი ჯანმრთელობისკენ, ამისკენ, იმისკენ და ერთ-ერთი სურვილის ობიექტი ესეც არის. აი ესეც არის. ხდები? მთელი პრობლემა მანდ არის ანუ მეგულისხმობ, რომ ანუ mindfulness ჩვენ ანუ პრაქტიკაში ვიყენებთ, ანუ ოღონდ არა იმ გაგებით, რა გაგებითაც გავრცელებული არის და ყველა ტექნიკა და ყველაფერი შეიძლება ადეკვატურად იყოს გამოყენებული. და ამით ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს და იხეიროს. ჩვენ უბრალოდ მხოლოდ იმ პრობლემატიკური კუთხიდან განვიხილავთ რა, რომ ეს არ გამოჩნდეს ისე, რომ მე ვამბობდე, რომ მაგალითად თუ ადამიანი დაწყნარდება, ეს ცუდია. ხო, არა, იქაც სტატიაში გუალისტურად იყო განხილული, რომ რატომაც არა. ეს ისედაც გულისხმობთ, რომ თქვა ადამიანი თუ მაგალითად ან მუსიკას მოусმენს, ან სხეულს მოусმენს, ანუ ჩვენი ძირითადი ასე ვთქვათ, მაგალითად ასანების პრაქტიკის დროსაც, ხო, ეგ გასაგებია, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე, სხვა მე გულისხმობ, რომ როდესაც ეს განხილული არის როგორც სულიერი რაღაცა, სულიერი პროდუქტი. აი აქ არის პრობლემა, თორე თუ შენ მაგალითად ან კუნთებს იყენებ, მე რელაქსაციას აკეთებ, მე ყურადღებას ავარჯიშებ, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, ხო? ძალიან კარგი საშუალებაა და თვითონ ანუ სულიერი პრაქტიკები იწყება იქ, როდესაც ადამიანი ატყობს, რომ
სურვილები პრინციპში არის დაუკმაყოფილებელი. ანუ სურვილი არასურვილები მრავლობითი, არამედ სურვილების უკან რომ წარმოვიდგინოთ რაღაც ერთი სურვილი, რაღაც სურვილის ობიექტი ან სურვილის მიზეზი, რომელიც მუდმივად რაღაც სიცარიელეში ამყოფებს ადამიანს. და პრინციპში ადამიანს გონია რომ რაღაც გარე ობიექტები დააკმაყოფილებენ, თქვათ, აი ის, თქვათ რაღაც ფული, დავუშვათ მანქანა, ნივთები და ასე შემდეგ, მაგრამ ამას როცა აღწევ, ხვდები რომ ეს რაღაცნაირად არ არის, ანუ დროებითი ესე აქვს რა. ახალი ჩნდება. ხო, ამის გამოცდილების შედეგად უბრალოდ ადამიანს თვითონვე უჩნდება და უყალიბდება სხვანაირი დამოკიდებულება მატერიალური სამყაროს მიმართ. ანუ ეს ანუ mindfulness-ი ის კი არ არის რომ მე რაღაცას უნდა მივახციო, არამედ მე რომ რაღაცებს მიღწევას ვცდილობ, აი ამის მიმართ სხვანაირი ცნობიერებას გულისხმობს. ეს მაგიტომ საერთოდ არ არის კავშირში იმასთან, შენ დაჯდები თუ არ დაჯდები და რაღაცას ტექნიკას გააკეთებ. ეს არის უბრალოდ ანუ შეგნების მომენტი და არა ის რომ აი მაგალითად მე მივახციებ რაღაცა გასხილოსნების დონეს. მაშინ შენ ამ გასხილოსნებას აქცევ ისეთივე მიღწევის საშუალებას, აი თუ მიისწრაფვი აქეთკენ, როგორც ფულს. რომ აი მე უნდა მივახციო ამას. პირიქით ეს ამას უნდა კონდეს რაღაცა განდგომის პოზიცია, როცა მომწიფდება ადამიანში. ესე იგი დამოკიდებულება რომ თვითონ შეიცვლება რაღაცა მატერიალური საგნების მიმართ. ის ავტომატურად თვითონ მუშაობს ანუ ბუნებრივად. და ბუდიზმში მაგალითად mindfulness-ი ნიშნავს არა იმას რომ რაღაცას დააკვირდე განსჯის გარეშე, რაც ახლა მასობრივად გონიათ, ანუ მედიტაცია არის თურმე რომ დააკვირდე განსჯის გარეშე. არამედ პირიქით დააკვირდე განსჯით. ყველაზე კლასიკური ბუდისტური ტექსტი მაგალითად მეფე მილინდას კითხვები, რომელიც ანუ ბუდიზმსა და ასე ვთქვათ დიალოგი არის ბერძენ მეფეს შორის. აქ არის ანუ ცხადად გადმოცემული, რომ ეს არის არა ცარიელი პოზიციიდან დაკვირვება, რომ აი მე ვაკვირდები ხელს. არამედ სპეციალური პოზიციიდან, ცხოვრების გააზრების პოზიციიდან განსჯისეული დაკვირვება არის, მათ შორის ემოციების, რომ აი ესეთი და ესეთი ემოციები ცუდია, ნეგატიურია, მაგალითად იქ ხო ჩვენ ხშირად განვიხილავთ ხოლმე. ანალიტიკურ მედიტაციას. ხო, რა თქმა უნდა, კი აი დრაგადად ვეშე სამი ცხოველი რო არის, ხო, იქ პირდაპირ არის გაცხადებული მიზანი არის რა. და დღეს ანუ ბუდიზმში mindfulness უწოდებენ იმას, რაც კლასიკურად ბუდიზმში ამის საპირისპირო იყო. შეიძლება ისიც კარგია, ესეც კარგია, ანუ მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია. სხვადასხვა აქვს, ანუ ხო, უბრალოდ ამის სახელით რო ყიდი, ხო, ანუ ეგ არის, რომ ის შენ მაგალითად რო ეთქვათ, რომ მაგალითად ეს არის უბრალოდ ტექნიკა არის, მაშინ ბუდისტი ბერი საერთოდ არაფერ შუაში არ არის ამასთან, ხვდები? უკვე ეს არის ძალიან განსხვავებული რაღაცა და ტყუილი იმაში მდგომარეობს, რომ უკვე შენ ამასთან ბუდასთან რო გაკავშირებენ, შენ გონერ რაღაცა სიბრძნეს წეზიარები აღმოსავლურ რაღაცას. სინამდვილეში სხვა რაღაცა არის. ისევე ანუ ეგეც რაღაც პრივილეგირებულობის ანუ განცდასთან ასოცირდება ჩემთვის რაღაცა მე და სხვა ანუ რაღაც ესეთი მესულიერი ტიპი ვარ. ხო, ანუ რაღაც ესეთი ის იქნება, ანუ რაღაცნაირად ჯგუფებს შორის უთანასწორო დამოკიდებულებასაც წარმოქმნის ეგეთი დისკურსები, რომ რა ვიცი, ანუ რაღაცა მე mindfulness ვაპრაქტიკებ და ანუ შენ არა რეკლამებიც ანუ როგორც ხდება, ანუ არ ვიცი, რაღაცეები პროდუქტები რაც აღიწერება და ამ პროდუქტის მომხმარებლები, ანუ როგორ იძენენ, ანუ ამ რაღაც დატვირთული შინაარსებით, ანუ საზოგადოებაში გარკვეულ პრივილეგირებულ პოზიციებს, ანუ როგორ შეიძლება არ იძენენ უბრალოდ თვითონ როგორ პოზიციონირებენ, რომ აი მაგალითად მე მაქვს ბოსტანი, სადაც შემიძლია დავკრიფო რაღაც ცოცხალი პიტნა და ეგ პიტნის შაი დავლიო და რაღაც ანუ 60-ისეულ იმაში ვიყო, ანუ რაღაც აი ეს ნარცისიზმის ერთ-ერთი ფორმაც არის, ხო? რომელიც რაღაცნაირად უთანასწორო მიმართულებას ქმნის სოციალურ ჯგუფებს შორის, ანუ მაგალითად ამ პრაქტიკებს ეწევიან აქტიურად და ისინი ვინც არ ეწევიან, რაც სინამდვილეში საერთოდ ანუ მე ესე ვფიქრობ, რომ არ არის დაკავშირებული არანაირი პრივილეგიასთან. რა თქმა უნდა, ხო, ანუ ეს ახლა შეიძლება თქვა ადამიანმა
თავის ჰიგიენაზე იზრუნოს, შეიძლება რაღაცაზე იზრუნოს, მაგრამ ადამიანის სოციალური არსება არის და ეს პრიორიტეტების საკითხი არის, თქვათ, ვისთვის რა იქნება, თქვათ, ღირებული, ხო? ვიღაცა ექვემდებარება, მაგალითად, რომელ საათზე იღვიძებო რა, მე ერთომ გითხრა, ნუ ხო იცი, იოგა რატომღაც ასოცირებული არის დილით ახლა და მე ხო და ანუ მარია, ანუ ჩემი შვილი გვიან მეთქი ჩემი მზე გვიან იღვიძებს მეთქი და გააჩინა ვისთვის რა არის ხო ანუ პრიორიტეტები ხო ანუ ეს ეგეთი ეს არის რა ანუ განსხვავებული რაღაც არის რა საერთოდ და უბრალოდ საჭირო არის რა რომ ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ტექნიკები მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი სახელის დარქმევას იმიტომ რომ სწორედაც ამ სახელით იყიდება მე ეს სხვანაირად რა და იქმნება მოლოდინები ხო არასწორი მოლოდინები იქნება სწორი ან არასწორი მოლოდინები როგორც ანუ შეფუთავ რაღაცას ხო ნაცვლად იმისა რომ ანუ ნაცვლად იმისა რომ ადამიანი რეალურ ცოდნას ეზიაროს და თავი გაითავისუფლოს რომ აი აღარ ჯეროდეს ისეთი რაღაც რაც აი თქვა სისულელეები არის ხო აი წარმოიდგინე რომ ანთროპოლოგიურად ხო ადამიანს რაღაც ეთყობა ან ჭირდებოდა რომ რაღაცეების სწამდა რომ თქვა მაგალითად როგორ მოქმედებს თქვა ხელშეწირვა წვიმაზე აი ფაგავად გიტა მაგალითად ხო იქაც არის ეგეთი ეს მომენტი რომ თქვა იაჯნა ანუ ხელშეწირვა კარგი ხელშეწირვა არის საწინდარი რომ თქვა წვიმა მოდის და მოსავალი მოდის და ეს შეხედულებები არის ხო იმ ჩვენ ანუ ვცდილობთ რომ სამყაროს შევიმეცნოთ რეალურად რა მუშაობს და ნაცვლად ამისა წვენა წარმოდგენების ხო ნაცვლად ამისა ხო ადამიანი ხდება ტყვე ამ რაღაც შეხედულებების რა აი მაგალითად ყურადღებას აქცევენ თქვათ აი რა რიცხვია დღეს აი ხო აი რაღაცა რიცხვი შემხვდა დაუშვათ და არ ვიცი აი კარს აი ნომერი ავიღეთ დაუშვათ და ნომერს აქვს თქვათ რაღაცა აწერია რაღაც ესე იგი ეს რაღაცას ნიშნავს ესე იგი შენი სახელი დაუშვათ რაღაცის ჯამი ეს რაღაცას ნიშნავს ხო ანუ ეგეთი ალბათ ეგეთი ანუ მასეთი რაღაცეებით დამოკიდებულებებით როცა ხარ სავსე ანუ ყოველდღიურობაში შეიძლება ისეთ რაღაცეებს ხედავ და ისეთ რაღაცეებს იგნორირებას ახდენ ანუ რომელიც შენში ტრიალებს მუდმივად არ ვიცი ხა შეიძლება ვიღაცამ მიწინას წარმეტყველა რომ რაღაც 18 რიცხვში რაღაც მოხდებოდა და აი ამ მოლოდინით ვარ და შეიძლება მართლა რაღაცეებმა მიიქციოს ჩემი ყურადღება არცი შემთხვევით და რაღაცეები ყურადღების მიღმა დამრჩეს იმიტომ რომ ამ ყველაფრით ვარ მოცული და ამ ყველაფერზე ვარ კონცენტრირებული შეიძლება რაღაც ეგეთიც იყოს ხო თუმცა რა არის იცი რომ ალბათ ეგეც არის რომ როცა ადამიანი კრიზისში არის ანუ მას ჭირდება რაღაც მექანიზმის რწმენა და ამასაც არ გამოვრიცხავ იმიტომ რომ ბევრ შეიძლება დაეხმაროს აი თუნდაც ძალიან ეს ხო დავუშვათ ყველაფერი რაღაც რაზეც საუბრობთ რაც პოპულარულიც არის და ასე შემდეგ ეს ეზოთერული რაღაც სისულელეები აბსურდი არის მაგრამ მაინც შეიძლება დაეხმაროს ძალიან ბევრს იმიტომ რომ კრიზისის დროს ადამიანს რასაც დაიჯერებს ის დაეხმარება და ანუ ჩემი ამოცანა რა არის ანუ მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს რომ დავანახო მექანიზმი რომ ის რაც გეხმარება ეს ძალა ისედაც შენში არის ეს ისედაც აღიარებულია ისედაც ვიცით ჩვენ რომ ადამიანს თვითონ შეუძლია როგორც პლაცებო ან როგორც ანუ უშუალოდ იმოქმედოს თავის თავზე ხო საკუთარი მობილიზაცია გამოიწვიოს და ამან გააუმჯობესოს ჯანმრთელობა ფიზიკური ჯანმრთელობა მენტალური ჯანმრთელობა ხო ანუ ჩემი ამოცანა ეს არის რომ ეს ძალა ისედაც იპოვოს და მიხვდეს რომ ის სხვა რაღაცები ნივთები რომ მოქმედებს ან რაღაცები რომ წარმოუდგენია რომ დაუშვათ რაღაცები მოქმედებს თვითონ დებს მასში მაგ საზრის რომ იმ მოქმედებდეს ხო ანუ სხვანაირად უბრალოდ ამას არავით არის
აზრი არ აქვს რა. მაგრამ ეგ რთული პროცესი არის. ხო, რთული არის, აი არ ვიცი ხო, შეიძლება ზოგისთვის რთული იყოს, ზოგისთვის მაგალითად ჩემთვის გამოცდილება იყო, ცხოვრებისეული გამოცდილება იყო, რაც მე გამოვიარე ამის საწინდარი, მათ შორის ის უარყოფითი მოვლენებიც, რაც დავუშვათ გამოვიარე, მაგრამ ანუ უარყოფით თქვათ მოვლენებს, ანუ ყველა გადის ცხოვრებაში, ხო? მაგრამ ყველას ერთნაირად ეს არ ახდენს გავლენას, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ უბრალოდ მე თვითონ ანუ სხვანაირად მიუდექი, ანუ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე რა ეტაპამდეც ვიყავი თვითონ აი ამ თვითონ შესული ამ რაღაც ეზოთერულ და რაღაც მოძღვრებებში. ნუ მაქედან შეიძლება რომ ადამიანი ბოლომდე მან დარჩეს, ხო? დავუშვათ აი ბოლომდე დავუშვათ წამდეს ამ ყველაფრის და თქვათ აღარ სურვილი არ კონდეს რომ მაქედან გამოვიდეს, მაგრამ აი უკვე არ ვიცი რამდენი წელი არის, აი ხო თქვათ შემიძლია რომ თქვათ გავაკეთო ასტროლოგიური ანალიზი თქვათ ჩემთვის. რო თქვათ ნებისმიერი თვალსაზრისით. კიდე პროგნოზი ანუ ნებისმიერი რაღაცა, მაგრამ აი უბრალოდ საერთოდ ნული ინტერესი მაქვს. აი გულწრფელად შემიძლია თქვა, რომ აბსოლუტურად აი არაფერს არ ნიშნავს საერთოდ. ანუ ისიც უცნაური არის, რომ რატომღაც მაგალითად არის ასევე თქვა ახსენებენ ვედურ ასტროლოგიას, რომელიც არ არის ვედური, ხო? ანუ ეს უბრალოდ ესეც გაყიდვის ეს არის და რეალურად ისიც ვიცით, რომ აღმოსავლეთში გავრცელდა ბერძნული კულტურის შეტანასთან ერთად ეს ასტროლოგია, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე, რომ ის 12 ზოდიაქო, რასაც ბერძნები თქვა აი ამ სახელით მოიხსენებენ ვერძი და ასე შემდეგ, ეს რო წარმოუდგენელი რომ იმათაც ეგრე დაენახათ ის ვარსკვლავები, ხო? ის ანავარსკვლავედები და ამიტომ ესეც ასე ვთქვათ ერთგვარი ვთქვათ ისტორიული გააზრება არის, რომ ვთქვათ ამას არც ასტრონომიული საფუძველიც არ აქვს რა დღეს არავით არის. ანუ თანამედროვე გაგებით რაღაც მომენტში ესეც მქონია, რომ ანუ იოგას რაღაცნაირად ამ ეზოთერული თანამედროვე ეზოთერული რაღაცების გვერდზე რო აყენებენ, რაღაც ხანდახან მიფიქრია, რომ მე თვითონ გავემიჯნო, ანუ რაღაცა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ალბათ მე რაც შემიძლია, ანუ ამ ინფორმაციას ანუ ვაწვდი, ანუ რა არის, როგორ არის, ანუ კრიტიკულად უნდა უყუროს, ამით არც არაფერს არ დაკარგავს ადამიანი, პირიქით იქნება ძლიერი, ანუ ეს გადააგდოს ის რაღაც მომავლის, ანუ აბსურდული ვითომ პროგნოზი. ილუზორული ხედვა, ანუ ხო, ილუზორული ხედვა, რომ თითქოს რაღაცა პლანეტები და მე თქვა აი მთვარე ხო მოქმედებს და მან შეულებრივად უხსნი, რომ ანუ აქ არავით არ იმ ზემოქმედებაზე არ არის საუბარი, რაც შეიძლება თქვა გრავიტაციის ძალით პლანეტა მიმოქმედებს. ანუ ეს მაგაზე საერთოდ არ არის ასე თქვა მიბმული. ხო. ხო, ანუ ყველაფერი ხო. იგი ეს ჯადოები და ეს ამბები და სიზმრების ახსნები და რაღაცაებიც, ანუ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს ამ ეზოთერულ თანამედროვე, არ ვიცი, ანუ რავი, რაღაცები მე მითხრას, რომ ანუ ინსტაგრამზეც არის რაღაც ჯადოების სერვისი. შემოხვედრია კი მეც და მაგიტო. ანუ უკვე ეგეც კომერციალიზებული არის, ხო? არ ვიცი, საერთოდ ამაზე საუბარი საჭირო არის, რომ ესე იგი ადამიანს ალბათ ჯერათ ხალხს, რომ რაღაცა ჯადო, რაღაცა ენერგია ვიღაცა რაღაცას გააკეთებს, ეს იმოქმედებს. უბრალოდ ისეთ ხალხს
ყოლიათ რომ დავუშვათ აი გამკვირვებია რომ როგორ შეიძლება ადამიანს რაღაცა ეგეთის ჯეროდეს რა ხო შესაძლებელი არის რომ ვიღაცამ რაღაცა манипуляცია გააკეთა ვირისთვის ხო აი წარმოიდგინე რა ეგეც ალბათ მაგის ნაწილი არის რადგან უკვე ეგრე მე შემხვედრე Instagram-ზე და რაღაც როგორც პროდუქტი არის ეგეთ არ ვიცი სერვისი რომელიც შეგვიძლია იყიდო თავარი პრობლემა მან იცი რა არის რომ თვითონ ესე იგი თუ არსებობს რაღაცა ზებუნებრივი ძალა ხო შესაძლებელია არსებობდეს ან წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა რომ შეიძლება ჩვენ რაღაცას უწოდებთ ზებუნებრივს მაგრამ ის ახსნადიც იყოს და ანუ მაგაგებით მე სულ არ ვამბობ იმას რომ ჩვენ ბოლომდე შეცნობილი გვაქვს რაღაცა თქვა შევიცანით სამყარო ამოვწურეთ და შეუძლებელია რომ რაღაცა არსებობდეს რომ შეუძლებელია ტელეპათია არსებობდეს ანუ შეუძლებელია რომ მაგალითად წინასწარმეტყველური სიზმრები არსებობდეს ანუ მე მაგას არ ვამბობ მე ვამბობ რომ აი დღევანდელი მონაცემებით ის ხალხი რომელსაც აქვს ამის პრეტენზია ისინი ანუ მე რაც მინახავს და საერთოდ არ არსებობს ამის მტკიცებულება მაგრამ რომც არსებობდეს ესეთი რაღაცა უნარები ეს არის ისეთი უნარი არის მასე რომ შევხედოთ რომელიც არ არის დამოკიდებული გონებაზე ანუ შენს კონტროლზე ანუ შენ ფაქტობრივად რაღაც მომენტში უნდა დაუთმო ანუ გონება უნდა გაწიო გვერდზე და მაშინ რაღაცნაირად ხები მედიუმი შესაბამისად ის რომ ვიღაცამ დავუშვათ რაღაცა 20 ლარი და ან დავუშვათ 200 ლარი გადაიხადოს და ამან დავუშვათ რაღაცა თუ რამე ისეთ ძალა არსებობს იმ ძალა მიფიქროს რომ რადგან 20 ლარი გადახდილია ანუ შეიძლება რომ დავუშვათ ეხლა ლარებში ხო არიან გარიშებს მაგრამ შეიძლება თქვათ რაღაცა ძალა მიფიქროს რომ თქვათ აი გადაიყვანოს თქვათ ევროზე და თქვას რომ რადგან ამ დავუშვათ ჩემს ასე ვთქვათ ხელდასმულს გადაუხადეს 20 ლარი ამიტომ მე მას მივაწვდი ისეთ ინფორმაციას რომ ასე ვთქვათ რასაც ეტყვის დავუშვათ თავის კლიენტს და ეს იმუშავებს ხო ანუ ეს კავშირი რომ ის ინფორმაცია როდის მოუვა მედიუმს და რაღაცა გამოდის რომ ერთადერთი არის დამოკიდებული იმ რაღაც გადახდაზე ან გადარიცხვაზე ხო ხო ანუ ხო აი ზოგადად ანუ აი რა არის მაგის ანუ როგორ ვიგებთ რომ ეგ კავშირები არსებობს ანუ ეს რამე მეცნიერებამ უნდა დაამტკიცოს თუ აი როდის ვამბობთ რომ ეს არსებობს ანუ რეალურად აი ეს კავშირი 20 ლარით თუ 20 ლარის გარეშე იცი რა არის აი მე რო ვთქვი რომ ანუ ესეთ კავშირებს ანუ არც გამოურიცხავთ ხო თემა ის არის რომ ნახე აი მოდი ესე შევხედოთ რომ თქვათ თუნდაც აი ამით გამოურიცხავ თუ არა ყველანაირს ზებუნებრივს ჭყალებში ზებუნებრივს იმიტომ რომ აი იოგა სუტრაში ძალიან საინტერესო არის რომ ამას ზებუნებრივს არ უწოდებენ აი ის სითებზე რო არის ხო სითებს იმიტომ რომ ანუ ბუნებრივობის ნაწილად განიხილავენ მაგრამ წარმოიდგინე ესეთი რაღაცა რომ აი მაგალითად ვიღაცამ ეს იზმრა რაღაცა სიზმარი და ამბობს რომ წინასწარმეტყველურია ხო ის მას მაინც არ ეცოდინება წინასწარ ეს სანამ ის არ დამტკიცდება არ ახდება ასე ვთქვათ ის არის ასე ვთქვათ რეალური თუ არა ან როდის ახდება ხო შეიძლება 2 წლის მერე ახდეს და აი მაშინ რომ დამესიზმრა და ან ვთქვათ მეორე დღეს ახდეს ხო მაგრამ წინასწარ მან არ იცის ანუ ბევრი შეიძლება დაესიზმროს ისეთი რომელიც საერთოდ არ ახდება ანუ არაფერს არ დაამთხვიოს ან არ დააკავშიროს თვითონ და ბევრი ანუ ტყუილი შეიძლება იყოს აქედან გამომდინარე თვითონ საზომი იმისა რომ რომელი სიგნალი არის რეალური და რომელი არა მაგის არ არსებობს ან შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმის შემდეგ რაც რაღაც მოხდება ამიტომ მაინც რადგან ეგეც განუსაზღვრელია მაინც აზრი არ აქვს რომ ადამიანმა მაგას ყურადღება მიაქციოს ანუ ნებისმიერი თვალსაზრისით ხო ეგ არის რაღაცა თვითონ
იოგასა და ბუდიზმშიც არის ესეთი რაღაც ზებუნებრივი უნარები, რაც ეხლა ვიცი. მაგრამ იქაც კი არის ეგ თემა, რომ ამით არ უნდა იყოს დაინტერესებული და იქ დაშვების დონეზე არის. რა იგულისხმება პირდაპირ ამის პირდაპირი გაგებით ჯეროდათ თუ არ ჯეროდათ, ეს ცალკე საკითხი არის. მაგრამ გონება სხვანაირად ვერ გასუფთავდება, ვერ იქნება 7, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე რომ ვიღაცას ეუბნება რომ აი მოგწონს ვიღაც ადამიანი და იმას არ შეხვდები, იმიტომ რომ მაღალი ალბათობა არის რომ დავუშვათ ვიღაცა ჟირაფი არის და ვიღაცა კურო არის და დავუშვათ რაღაცა ხო რა ვერ შეთავსებიან. ხო, ეს ხო ეგეთი რაღაც არის, ხო? მაღალი ალბათობა არის, რომ არ არის თქვათ რაღაც თავსებადობა, ხო? და მან რეალურად ეგ მართლა ეგრე რომც იყოს ადამიანმა მაინც თავისას უნდა მიაწვეს, ხო? თვითონ რაც მიაჩნია, ხო? ის უნდა ხო, იმიტომ რომ ჯერ ერთი მაღალი ალბათობა რომც იყოს და თქვათ არ იყოს რაღაც 100%-იანი ხო არა მოგერ 100%-იანი არის მაღალი ალბათობა, ხო? შენ ის 1% რომც დაუშვა, მაინც შენი უნდა გააკეთო, ხო? აი ყველაფერი რომ მეტყველებდეს, რომ შენ იმ ადამიანს არ უნდა შეხვდე და შენ მოგწონს და შენ თავს უჯერებ. ხო, ეს არის აი მაინც საბოლოო ჯამში, უმაღლესი ინსტანცია და აი ამ დანარჩენ ამ ხმაურს, რაც გულისხმობს, რომ თქვათ ეს რაღაც რეკომენდაციები, არ ვიცი, რამდენი რაღაცა არის, რომ ესე იგი ხალხ ისიც არის, ასე თქვათ, ჯერათ, რომ მაგალითად აი ქვები მოქმედებს, რაღაცა მინერალი მოქმედებს. მამაო, მდელი ხით და რაღაცა საქართველოში რა რაღაც სამაჯურების ისა რა და მინერალები ქონდა და ესე იგი ეს მაგალითად ეს ამშვიდებს აურასო ეს რაღაცა ურთიერთობებისთვის რაღაც პოზიტიური არისო ხო და მე რაღაცა არგუმენტად მოყავთ რომ ვიღაცა მეფეს ეკეთა ვიღაცა დედოფალს ეკეთა და რაღაცა ეგეთ საბოლოო ჯამში აგეთ იმაზე დადის და ეს ყველაფერი. აი, წარმოიდგინე ესეთი რაღაცა, თუ შენ გინდა რომ იყო შენ ესეთი ხმაური უნდა მოიშორო მთლიანად. გამართლა ხმაურს ყავს. ხო, აი და სუფთად მოусმინო შენ თავს. და თუნდაც რელიგია რო იყოს, ხო, რელიგიამ საბოლოო ჯამში თუ მილიონერად შეიძლება გავიგოთ რელიგია პირიქით ისეთ ზოგი ამობს რომ იმისთვის არის რომ დაიმორჩილონ ხალხი ხო მასების თუ პოზიტიური კუთხით შევხედავთ რელიგიას იმან უნდა მიგიყვანოს საკუთარ თავთან იმ გაგებით რომ სხვაგან აღარ ეძებო და შენში გამოიღვიძოს იმან რომ შენ აიღო პასუხისგებლობა შენს გადაწყვეტილებებზე კარგი და ცუდი რა არის ესეც დაწერილად კი არის აქ რომ ეს არის კარგი და ეს არის არამედ ესეც შენ თვითონ დაადგინო ხო მაგრამ ეს არ გამორიცხავს რომ ვიღაცას მართლა შეიძლება ჭირდებოდეს რომ ეს კომფორტულიც არის რომ სხვა გეუბნება რომ ეს გააკეთე ეს არის კარგი გააკეთე და ხო იმას გადააბრალებ რა აი ზუსტად ბრალეულობის ხო ჩავთვალოთ რომ მე ყველას არ ვეუბნები ამას რომ დაანებე ეზოთერიკას და ხო ვინც ნამდვილ ეზოთერიკას მიყვება ის დაანებს ხო ვინც არა იმისთვის ისევ ეს საჭირო იქნება იმიტომ რომ რაღაც მომენტში ადამიანს მართლა ჭირდება გარედან რაღაცები თუნდაც ის რაღაც ნუმეროლოგია და რაღაცა ესეთი რომ მერე ამ რიცხვებს დაეყრდნოს და რაღაცა საყრდენი იპოვოს რაღაც სხვა სისტემებში რა. მადლობა. ო, მადლობა, ისე მადლობა ვინც ვიყურეთ, შეგიძლიათ ჩვენს ჯგუფში გვექნება ხოლმე ეს ლაივები სხვადასხვა თემებზე. თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ შეკითხვები ან თემები. ძირითადად იოგას და ფილოსოფიის ირგვლივ და მოკლედ შევხვდებით დროებით მეგობრებო. მადლობა. მადლობა. კარგად.